ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს ბრიუსელში ეხმაურებიან. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ოცნებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა და მაუწყებლობის შესახებ კანონის შეჩერებისკენ მოუწოდეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახალი კანონები საქართველოს ხელისუფლებას დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიული პოლიტიკის გასამკაცრებლად. კალასისა და კოსის აზრით, კანონების ამოქმედება საქართველოში საფრთხის ქვეშ დააყენებს და ასუსტებს დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ეს კანონები რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ეს ნაბიჯები დამატებით უთხრის ძირს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. მსგავსი ქმედებები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედია პლურალიზმის მიმართულებით და შორს არის იმისგან, რასაც მოველით კანდიდატი ქვეყნისგან. ისინი ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ამ ფასეულობების დაცვა არ არის მოსალაპარაკებელი საკითხი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას გამოხატოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მკაფიო და შეუქცევადი ერთგულება. ამისთვის საჭიროა ძალადობის შეწყვეტა, მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა უსამართლოდ დაკავებული პირის გათავისუფლება, რეპრესიული კანონების შეჩერება, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გამართვა და სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან დიალოგში მონაწილეობა, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება სრულიად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია. ქართული ოცნების პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონი და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელსაც ოცნება ამერიკული ფარას ასლს უწოდებს, მესამე მოსმენით 1 აპრილს მიიღო.